მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ ტურს კუნძულ ეგინაზე. მეგობრებო, ახლა ჩავჯდებით გინას ამ დიდ გემში და გავემართებით კუნძულისკენ. დაანახე კამერას. აქ როგორც მივხვდით, უსაფრთხოების წესებს გვიხსნიან. და აი ჩამოვედით უკვე ჩვენ კუნძულ ეგინაზე. მარიმას გამოვიღვიძა, არ ხასიათებთ. შენიერი ამინდია, შენიერი პოტია. ეგინა არის კუნძული საბერძნეთის სარონიკის ყურეში, რომელსაც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს, რაც ათასობით წელს მოიცავს. ეგინა დასახლებული იყო ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში, ძველი წელთაღრიცხვის მე-7-მე-6 საუკუნეებში. ეგინა გახდა ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო და სავაჭრო ცენტრი ეგეოსის ზღვაში. ეგინა ცნობილია საბერძნეთში როგორც მონეტების მომჭრელი პირველი პოლისი, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნე. საბერძნეთის დამოუკიდებლობის შემდეგ 1828 წელს ეგინა მცირე ხნით გახდა ახალი ბერძნული სახელმწიფოს პირველი დედაქალაქი იოანის კაპოდისტრიას მმართველობის დროს. დღეს ეგინა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული ნაგებობებით, მათ შორის აფაიას ტაძრით, აპოლონის ტაძრით, ულამაზესი პეიზაჟებით. კუნძული ასევე ცნობილია ფისტაშკებით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხით გამოირჩევიან. ეს აპოლონის ტაძარია, რომელიც მდებარეობს კუნძულ ეგინაზე, საბერძნეთის სარონიკის ყურეში. აპოლონი ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვთაებაა. იგი ზევსისა და ლეტოს ვაჟია და არტემიდეს ტყუპისცალი. ის სინათლის, მუსიკის, პოეზიის, წინასწარმეტყველების, ხელოვნებისა და ჰარმონიის ღმერთად ითვლებოდა. ტაძარი აშენდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ეგინა ძლიერი საზღვაო და კომერციული ცენტრია. ის იყო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საკულტო ნაგებობა და სიმბოლო აპოლონის კულტის პოპულარობისა კუნძულზე. ეს რა არის? მოგესალმებით. ესე იგი, განცხრომაში ვარ. ახლა მომართვეს, ეს არის ვახეხა. და საინტერესოდ გამოიყურება და პირველად უნდა გავსვინო, მაგრამ არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება და აი ლიმონში და ზეითუნის ზეთშია მომზადებული. მარი მეუბნება რომ ძალიან მაგარია. გასაგებია. ძალიან კარგი. შეჩერდი წამო შენ გემრიელი ხარ, ამაზე შეიძლება თქვა. ძალიან გემრიელია. და ეს ყოფილა მარინა. და მარინა გვესაუბრება მარინაზე. ჩვენი შემდეგი გაჩერება ნადირობის ქალღმერთ აფეას ტაძარია, მის სახელზე აგებული წარმართული კლასიკური ნაგებობა ძველი წელთაღრიცხვის 500 წელს აშენდა. ტაძარი ძალზედ საინტერესოა, ვინაიდან პერიფტელოსის ტიპის ღია სტოებით არის გახსნილი. დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადები მორთულია 6-6 კოლონადით, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადი 12-12 სვეტით. აი ეს არის მისი მაკეტი, სწორედ აქ ჩანს რომ ეს არის ის გზა, რომელიც უნდა გაეარა ქურუმს. ქურუმი აი აქ არის და შესაწირს მსხვერპლს წირავს სავარაუდოდ. არ გვიქვა ჩვენ დანარჩენ ტაძრებთან შედარებით ეს არის განსხვავებული იმით, რომ ამ კირქვით არის ნაგები და არ არის მარმარილი. კი ბატონო. კი ბატონო. და სასწაული ხედები. სასწაული ხედები.
აფაიას ტაძრის მონახულების შემდეგ გზად აგიოს ნექტარიოსის 1910 წელს აგებულ სამონასტრო კომპლექსში შევიარეთ, რომელიც ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. აი ეს ტიტანიკი იქნება ჩვენი აქედან გამგზავრების შესანიშნავი საშუალება.